ჯერეთი მინდა გამოვხმაურო ჯალათ უკანონო სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა და პრაქტიკულად მომისადა ციხეში განადგურება ფიზიკური მოსპობა. მე მინდა სანამ ამაზე გადავა ბეკას მიულოცო ბიჭის დაბადება და მინდა გითხრა რომ ბეკა გაიწეროს ისევ ყოველდღე კოსმოსის მარში მორჩება უკან მინდა აღვნიშნო ლევან ხაბეიშვილის განსაკუთრებულად კარგი გამოსვლა მინდა მადლობა უთხრა ყველას ვინც აქამდე წიჩენ და ჩემი მათ სოლიდარობას და მხარდაჭერას და ახლა განსაკუთრებით მათ შორის როლს მომხრეები ასე პოლიტიკური ოპონენტებიც კი გამოხატავენ ადამიანის სოლიდარობას თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს რომელიცაც ყველაფერი უნდა საქართველოსთვის და ყველაფერი უნდა ჩვენი ხალხებისთვის საქართველოს უკრაინისთვის ვისაც კიდევ ჯერა რომ მე სამუდამო პარტნიორობით და განადგურებით ვხდიან იმისათვის რომ ჩვენი აზერბაიჯანის თანამოქალაქეებისთვის დღესასწაულზე რამდენიმე ცხვარი გავაცადე ან სამ პიჯაკის და ერთი გალსტუკის ერთი პარტოს ყიდვისთვის ან საფუძვლის გადაყვეთის როცა არც ერთ სხვა საშუალება საქართველოს ლეგალურად შემოსვლის არ დამიტოვეს ამ ხალხს მე ვერ არის ვერ აუხსნი, მაგრამ მე მგონი ასეთი არ სოფლიოში არ არის. ჩემი ფილოსოფია ყოველთვის იყო ძლიერი საქართველოს, ძლიერი მოქალაქე, განათლება, დაცულობა. იმიტომ არ ვითარებთ ქალაქებს, ახლა რო დადიან ქართველები ემიგრანტებს მომწონს საიმილოები, როგორი მაგარი ქვეყანა, ამაზე ბევრად მაგარი ქვეყანა იქნებოდა საქართველოს დაცულობა. ეს პრაქტიკულად განადგურება ვითომ სასამართლო წესით არის იმისათვის რომ ქართული ხალხი და ყველა ჩემი მოკლე დააშინონ და ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი რადგან ეუბნებიან მათაც რომ იმასაც იგივე ბედიების თუ უკრაინას არ ჩააბარებს მე განსაკუთრებით ცინიკურად ჟიან და მანადგურება ქვეყნის არჩაბარებისთვის 2008 წელს ეს ამისთვის არის ყველა აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებისთვის 2004 წელს როდესაც რუსეთს გამოგვიჯეთ სეპარატისტული კარტი იმისაც რომ გავბედრა საქართველოს სახელმწიფო და წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შევძელით იმისაც რომ კორუფცია კრიმინალად დავამარცხეთ იმისათვის რომ ხალხისთვის ვიხწოდი და არასაკუთარ ჯიბისთვის ვოლონტების ძალისხმისთვის მე ვიყავი საშიში როგორც პრეზიდენტი, როგორც ოდესის ოლქის გუბერნატორი და უკრაინისთვის მებრძოლი, მე მათთვის საშიში ვარ ციხეში და საშიში ვიქნები არიც, იმიტომ რომ ჩემი სახელი სამუდამოდ უკავშირდება თავისუფლებისთვის და სიკეთისთვის ბრძოლას. რა თქმა უნდა, თქვენ არ გიწერეთ შეხედეთ ხალხო ძალიან მარტივად. სერბეთში რამდენი ხალხი გამოვიდა და სერბეთის პრეზიდენტ პაიარო პავლობას ყველაფერს მოიცეს და გამოხატა სრული დანიშნულ არჩევნებში. ერთადერთი რამ მინდა გითხრათ. ვიბჯვით და უნდა ვიბჯოლოთ. ვიბჯოლოთ სხვა გამოსავალი არ არის. სხვა გამოსავალი არის ჩვენი ქვეყნის დაკარგვა. აგერ ნახეთ სომხეთმა აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს უკვე ხელშეკრულება თურქეთი და სომხეთი ასე ხელშეკრულებას ერთად გაუბედურებო მიტოვებულ ქვეყანას რჩება საქართველოს დაუცველი და განადგურებული არ მეგონა თუ ამას როდის მომასწრებოდი მაგრამ ვიძვით და ვიმარჯვეთ ეს არის ერთადერთი გზა პოლიმოსე ობორემ Еще відбулося зараз зі мною є насправді знищення так званим судом, знущанням над будь-якими законами. Мене хочуть покарати за те, що я з нуля створив успішну грузинську державу. Відстояв його під час вторгнення Росії і вбивають за те, що боровся за свободу і успіх
України також. Цими прискореними судовими вироками, які пишуться на Московії, вони намагаються надіслати погрозу героїчному президентові Зеленському, перетворити мене в приклад того, що може відбутися, якщо він не здасть Україну. Ворог має знати, що ми, українці і грузини, не здаємося. Що ми цінуємо свободу понад навіть життя, і для мене гаслом залишається свобода або смерть. Я впевнений, що свобода переможе. You just saw an absolutely illegal, unjust sentencing of me for the crimes I haven't committed. And this is basically sending message to also President Zelensky, trying to scare him and to show what happens when you don't surrender your country to the conqueror. I didn't surrender Georgia. I fought for Ukraine in Odessa when I was governor in Odessa. This is the punishment for this. They want to annihilate me in prison. But no matter what, I will fight till the end. I will persevere. My people will fight. Even if I die, I'll be dangerous for them, alive or dead. Because I'm met questions without contract. Საშიში ვიქნები, როგორც ციხეში, ასე უკანეთ. იმიტომ რომ ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებასთან, ჯობასთან და გამარჯვებას და საქართველოს წარმატებას. და ამას უკვე საუკუნეების განმავლობაში გაყვება ამერს. და ამიტომ საბოლოო ჯამში აჰა გამარჯვებულად რამდენიც გინდა საქართველოს თავისუფლების იდეას ვერ ჩაკლავთ, სააკაშვილის სრულს ვერ ჩაკლავთ. და რაც უფრო წლები გაიზრდება საუკუნეების მხოლოდ გაიზრდება იმის დაფასება თუ რა შეუძლია და რა გავაკეთეთ და კიდევ უფრო მეტი იქნება დაგმობას იმისა თუ რასაც ჩადიხართ თქვენ. წარმატებები ჩემი მეგობრებო ამ მაგალითს აქვს თავისი ავტორები და მათ აუცილებლად მიიღონ საქართველოს პირველ რიგში ქართული ხალხისგან კაცრი პასუხი. ახლა თქვენ იცით. მე ვიცი. და ჩვენ ვიმართ.